ფული მხოლოდ ქაღალდი არ არის, ფული ენერგიაა. და როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მე ვმუშაობ ძალიან ბევრს, მაგრამ ფული არასდროს მაქვს, ფული როგორც მოდის ჩემს ცხოვრებაში, ასევე მიდის ჩემი ცხოვრებიდან. ამ შემთხვევაში უფულობის მთავარი გამომწვევი მიზეზები შესაძლებელია იყოს არა თვით ამ ადამიანში, არამედ მის ენერგეტიკულ ბლოკებში. არსებობს რამდენიმე ძირითადი გამომწვევი მიზეზი, რომლებიც იწვევენ ფინანსურ კრიზისებს და უფულობის განმეორებად ციკლებს ადამიანის ცხოვრებაში. პირველი და ყველაზე მთავარი გამომწვევი მიზეზი უფულობისა, ფინანსური პრობლემებისა არის ბავშვობაში ჩანერგილი ერთგვარი პროგრამები. თუ თქვენ ხშირად გესმოდათ, რომ ფული ხელის ჭუჭყია, რომ მდიდარი ადამიანები მხოლოდ არაპატიოსანი გზებით, მხოლოდ უბრალო ადამიანების ძარცვის ხარჯზე მოიპოვებენ რესურსებს, ხოლო უბრალო ადამიანები მხოლოდ მძიმე რუტინული შრომით გამოიმუშავებენ საარსებო მინიმუმს. ეს ხედვები, ეს პროგრამები შესაძლებელია ადამიანის ზრდასთან ერთად დროთა განმავლობაში გააქრეს, მაგრამ სინამდვილეში ისინი არსად არ მიდიან, ისინი ადამიანის ცნობიერიდან გადაინაცვლებენ ქვეცნობიერში, როგორც ერთგვარი პროგრამები და სწორედ ქვეცნობიერიდან იწყებენ მისი ფინანსური ცხოვრების მართვას. დაუმუშავებელი წყენები პარტნიორის, მშობლების, სახელმწიფოს მიმართ, თუნდაც ზოგადად ცხოვრების მიმართ. ასეთი დაუმუშავებელი წყენები დროთა განმავლობაში ქმნიან საკმაოდ ძლიერ ენერგეტიკულ კვანძებს ადამიანის ენერგოველში და შესაბამისად აჩერებენ ენერგიის მოძრაობას ადამიანში, ხოლო იქ, სადაც ენერგია არ მოძრაობს, შესაბამისად ფულის მიმღებლობაც ჩერდება. უფულობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ასევე შესაძლებელია იყოს შიში. შიში უფულობის, უსახსრობის, შიში სამსახურის დაკარგვის, ვალების, ხვალინდელი დღის. შიში როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ემოცია ამცირებს ადამიანის ენერგოვიბრაციებს და შესაბამისად, სადაც არ არის მოძრაობა, ენერგეტიკული მოძრაობა, ენერგეტიკულ დონეზე მოძრაობა, იქ უკვე ფულის მიმღებლობაც მცირდება. ასევე უფულობის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს ადამიანში არსებული ისეთი შინაგანი მდგომარეობა, როდესაც ფული ხდება მისი ცხოვრების ერთადერთი მიზანი. ფული უნდა იყოს შედეგი და არა მიზანი. ამ შემთხვევაში ადამიანის მიზანს უნდა წარმოადგენდეს რაიმე იდეა, ხედვა, საქმიანობის კონკრეტული სფერო, სურვილი იმისა, რომ შექმნას რაიმე სასარგებლო და ღირებული სხვა ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის, სოციუმისთვის, ხოლო ფული უნდა იყოს ამ საქმიანობის შედეგი. შესაბამისად, როდესაც ადამიანი ცხოვრების მიზნად ისახავს მხოლოდ ფულის შოვნას, ასეთ დროს შესაძლებელია პირიქით მოხდეს და ფულის დინებადობა ასეთი ადამიანის ენერგოველში და შესაბამისად ცხოვრებაში პირიქით შემცირდეს. შემდეგი მიზეზი ეს არის საკუთარი უნიკალური გზის შიში, გზის არჩევის შიში. ადამიანი ირჩევს უკვე ნაცად, მრავალჯერ ნაცად გზას, ნაცვლად იმ უნიკალური იდეების განხორციელებისა, რომელიც შესაძლოა მოსდის მრავლად თავში, მაგრამ იგი ირჩევს უფრო უსაფრთხო ნაცად გზას, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ეს იდეები წარმოადგენენ მისი ფინანსური წარმატების გასაღებს. და ფინანსური პრობლემების კიდევ ერთ გამომწვევ და მე ვიტყოდი ყველაზე რთულ მიზეზს, რთულ შემთხვევას წარმოადგენს სხვა ადამიანებისგან აღებული ნეგატიური ენერგია და რას გულისხმობ ამაში. როდესაც ადამიანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ექცევა სხვა ადამიანების ყურადღების ქვეშ და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე აღძრავს შურის ენერგიას სხვა ადამიანებში, შურის გრძნობას სხვა ადამიანებში და იღებს მათგან ბოროტ თვალს, ბოროტ ენერგიას. ან ისეთი შემთხვევა, როდესაც
ადამიანის ფინანსური ინტერესები იკვეთება სხვა ადამიანების ფინანსური ინტერესებთან, ანუ ხდება ინტერესთა კონფლიქტი და შესაბამისად უკვე მისი კონკურენტები იყენებენ ისეთ არაკეთილსინდისიერ მეთოდებს მასთან დასაპირისპირებლად, როგორიც არის ენერგეტიკული დარტყმების მიყენება, ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამების ამუშავება ასეთი ადამიანის წინააღმდეგ, უბრალო ენაზე ასეთ ნეგატიურ ენერგეტიკულ პროგრამას უწოდებენ ჯადოს. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ადამიანის ენერგოსტრუქტურა იღებს აი ამ ნეგატიურ ენერგიას, ადამიანის ენერგოვიბრაციები მცირდება ბუნებრივია და ადამიანი ფინანსურად ერთგვარ კოლაფსშიც ექცევა. და მე როგორც ენერგეტიკოს და პრაქტიკოს არაერთი ასეთი შემთხვევა მქონია ჩემი პირადი პრაქტიკის ფარგლებში, როდესაც გამოგვივლენია ფინანსურ არხზე გაკეთებული ნეგატიური ენერგეტიკული ზემოქმედება და უკვე კლიენტთან ერთად მიმუშავია ამ პროგრამის განულებაში, ამ პროგრამის განეიტრალებაში. თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტში ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან რომელიმეში საკუთარი თავი ამოიცანი და საკუთარი მდგომარეობა ამოიცანი, ეს უკვე წარმოადგენს ერთგვარ ნიშანს შენთვის, რომ ჩაიტარო პროფესიონალური ენერგეტიკული დიაგნოსტირება, გამოავლინო პრობლემების პირველსაწყისი ენერგეტიკული მიზეზები და პროფესიონალ ენერგეტიკოსთან ერთად იმუშაო ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე, განეიტრალებასა და განულებაზე. ენერგეტიკულ დიაგნოსტირებასა და რიტუალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებულ დეტალებზე კი შეგიძლია მომწერო პირადში, მესენჯერში, როგორც Facebook-ის, ასევე Instagram-ის პლატფორმაზე. დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.